მოგესალმებით კალმების მოყვარულებო. ჩვენ დავიწყეთ ახალი რუბრიკა, რომელსაც ქვია საუბრები კალმის მოყვარულთან. ეს არის პირველი ეპიზოდი და ჩვენი სტუმარია ბატონი გიორგი გვაჯაია. გიორგი, ძალიან მიხარია, რომ გვესტუმრე. და ასევე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ხართ კალმების მოყვარული, გაქვთ აგერ ხედავ მაგიდაზე რამდენიმე მათგანს, ძალიან საინტერესო აურორას და სხვა მოდელებს. და ასევე დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან ამ რუბრიკაში და თან პლუს ამას ორ მაგაც სასიამოვნოა, რომ პირველი ეპიზოდის სტუმარი სწორედ თქვენ ხართ ჩვენი. მადლობა თქვენ. გიორგი, მოკლედ ძალიან ისე ბანალურად უნდა გითხოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, თქვენი კალმების თან სიყვარული და შემდეგ უკვე როგორ განვითარდა? პირველესად პროფესიიდან გამომდინარე მიწევს ხშირად წერა და ჩემი პროფესია უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, მათ შორის საწერი ინსტრუმენტები. მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ყველაფერი დაიწყო წარსულთან დაბრუნება, ასე ვთქვათ, შარშან შემოდგომაზე, როდესაც შევიძინე პირველად ენგრავერში ჭავლური კალამი, ეს უკვე ამერიკული წარმოების. მე ასე წარმოშობის ქვეყნის მიხედვით შემიძლია დიფერენციაცია კალმების, რაც მაქვს რამდენიმე იტალიელი წარმოდგენილი, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი და იაპონელიც, რა თქმა უნდა. ხედავ. განსხვავდებიან თავისი ხასიათით, რა თქმა უნდა, და თავისებური ინდივიდუალური დამოკიდებულება მაქვს თითოეულ მათგანთან. რა სხვაობა იყო აი ახალი თანამედროვე ჭავლურ კალამს შორის და თქვენ ბავშვობაში მე ვიճობა რომ წერდით აღნიშნული კალამს, რომელსაც აი პეროს რო ეძახდით იმ დროისთვის, აი რა სხვაობა იპოვეთ, აი ეს არის საინტერესო. სწორედ ეგ იყო საფუძველი ჩემი განახლებული ინტერესის, რომ მე სკოლის პერიოდში მიწევდა მელანთან ურთიერთობა და ეგრეთ წოდებულ პეროებთან და ამან კვლავ განმიახლა ეს მონატრებები, განსაკუთრებული ეფექტი აქვს ჭავლური კალმის წერას და სხვაობა, რა თქმა უნდა, სადა დედამიწა არის, განსხვავებულია და თითოეულ მათგანს თავისებური წერის მანერა ახასიათებს, რაც აისახება უშუალოდ წერის ხარისხზე და ყველა დეტალზე. ყველაზე ხშირად ეხლა დღეს რამდენიმე კალამს ვხედავ. აქედან რამდენიმე როლერბოლი არის, როგორც ხედავ, ხო? და ჭავლური მოდელები არის. რა მონაცვლეობით იყენებ და ყველაზე ხშირად მაინც რომელს იყენებ, აი რა დანიშნულებებისთვის და ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ მინდა შევნიშნო, რომ მე მას შემდეგ რაც დაუბრუნდი ამას შემოდგომის ერთი წელია ფაქტობრივად ამ ჭავლურ კალმებს, იმდენად დამავიწყდა ეს ბურთულიანი კალმები, რომ არც მეგონა თუ ხელში ავიღებდი საერთოდ, მაგრამ ეს დამოკიდებულება შემიცვალა, თქვენ რო ჩამოიტანეთ უკვე ცნობილი გერმანული ბრენდის კავეკოს კალმები, ამ კონკრეტულმა მოდელმა, როლერბოლმა აბსოლუტურად შემიცვალა ეს დამოკიდებულება ბურთულიანი კალმის მიმართ. თავსახურიანი მექანიზმი ეს თვითონ გამოყენება, ხო, გაქვს ჭავლურ სპეციალური გამოშვება არის, როგორც ვიცი, ხო? ეგრეთ წოდებული stone washed ფერის და ეს ერგონომიკა აქვს განსაკუთრებულად სასიამოვნო, თვითონ ტაქტილური შეგრძნება ამ ალუმინის კორპუსს არაჩვეულებრივი აქვს და ძალიან პრაქტიკული აქვს გამოსაყენებლად on the go სიტუაციებში, სწრაფად რო გიწევთ. არაჩვეულებრივია და ფაქტობრივად ხელიდან ვერ ვაგდება ამას, ისეთი მომენტების მაქვს შეიძლება თქონმე და კიდევ დაინტერესებული ვარ შესაბამისად ამ კავეკოს ჭავლური კალმით, რომელსაც ვიცი რომ ელოდებით ახალ კოლექციას და შევიძენ აუცილებლად, იმიტომ რომ ამის უკან თითეული ბრენდის უკან, ახლა რაც მე თქვენთან მაქვს შეძენილი, ისტორია დგას, ეს არ არის უბრალოდ საწერი ინსტრუმენტი, ეს არის მთელი ისტორია და ამაში არის ალბათ უპირველესი ხიბლი ამისი, წერის ხარისხზე, შემიძლია ძალიან მსვლად ვისაუბრო. კი, ხო. ზუსტად ვიცი. თუ საინტერესოა ჩემთვის ალბათ მაყურებლისთვისაც, ყველაზე ძვირიანი მოდელი რომელი არის აქ წარმოდგენილი? ძვირიანი არის აქ იტალიელი ავრორა.
ლიმიტური გამოშვება არის, მაქვს მეორე მოდელის ტალენტუმის ლურჯი ფერის, რომელიც დროებით დაბრუნდა თავის სამშობლოში, პატარა ხარვეზი ჰქონდა და თხოვე მისი გამოსწორება. როგორ განცდას ეს fine წვერით არის, ხო? ეს არის F წვერით, ეგრეთ წოდებული fine წვერით, არაჩვეულებრივად წერს, ამასთან ინციდენტი შემემთხვა მე გამიტყდა, დამივარდა, ჩემი ბრალეულობა იყო, ეგრეთ წოდებული ფიდი მკვებავი. იზოლებული გავხდი, გამიგზავნა მწარმოებელთან. იტალიაში, ხო? იტალიაში, დამიბრუნდა რაღაც ენით აუწერელი ხარისხის წერს არაჩვეულებრივად, აბსოლუტურად 1%-იც არ აქვს არაფერი ცდომილება და დამიბრუნდა ეს იყო 1 აპრილს არც მჯეროდა ისე სწრაფად მოახდინეს ამის რეაგირება ამ ჩემს თხოვნაზე და ძალიან მალე დამიბრუნეს და ემთხვა უცნაურ დღეს და მე ვიყავი ძალიან კმაყოფილი ამით. ძალიან სასიხარულო არის, ხო, სერვისი მართლაც მაღალი დონის აქვთ კი ესეთ ბრენდებს გვთავაზობენ მაღალი დონის მომსახურებას, შემდგომში თუ კალამი დაგვიზიანდა ან თუ რაიმე დეფექტი წარმოიშვა. დეფექტი თითქმის არ არის ხოლმე, რომც იყოს, მაინც ხო. და დამოკიდებულება გამიჩინა ერთგვარი ამ ბრენდმა ავრორამ, აბსოლუტურად იტალიური ხასიათი, ხარისხი, ის მინიმალისტური დიზაინი, რაც მე ნივთებთან დაკავშირებით მიზიდავ ზოგადად და მე სურვილი მაქვს შევიძინო სამომავლოდ რაიმე ლიმიტური გამოცემა, ეგრეთ წოდებული 88, რასაც ეძახიან ცნობილი. კოლექციონერობას უმიზნებდნენ. არა, კოლექციონერი არ ამგონია, ჩემგან შედგეს, ვინაიდან ყველა კალამი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად ყველა ფუნქციურია, თაროზე არც ერთი არ მაქვს და ყველას ვიყენებ დანიშნულებისამებრ, აბსოლუტურად ჯერჯერობით ტენდენციებს ვერ ვხედავ, უბრალოდ. გასაგებია. ფოლადის წვერით ორ მოდელს ვხედავ ახლა აქ, ხო? ერთი არის პილოტი, მონტევერდე. რამე განსაკუთრებული შემთხვევები აქვს ხოლმე, როცა აი ფოლადის წვერს იყენებთ თუ აი მნიშვნელობას ანიჭებთ ხოლმე და ოქროს წვერის გამოყენებას თუ ფოლადის წვერი თუ ხასიათურად და ამას არ უფიქრდებით ხოლმე უბრალოდ კალმის ერგონომიკაზე აკეთებთ აქცენტს უფრო მეტად ხოლმე წერის დროს. აი საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ოქროს წვერი განსაკუთრებულ სირბილეს იძლევა წერისას, ეგრეთ წოდებულ smoothness რო ეძახიან. ეხლა მე ოქროს წვერიანი კალამი იმიტომ მაქვს, იმიტომ კი არა რომ ტიპობისთვის და რაღაცა გამიგეთ, ეხლა უბრალოდ კარგი წერის გამოცდილება აქვს, თან კოროზია არ ეკიდება, ამითაც გამოირჩევა, რამდენადაც ვიცი, ოქროს წვერიანი კალმები თავი მეტალის ბუნებიდან გამომდინარე თვითონ. და რაც შეეხება ფოლადის წვერებს, მე უნდა შევნიშნო, რომ ეს მონტევერდე მაგალითად არის სრულიად ტიტანის. როგორც корпуსი, ასევე წვერიც. განსაკუთრებული წერის მანერა აქვს, თვითონ წარმოებლისგან მაქვს მოსმენილი, რომ ეს ტიტანის წვერი არის ერთგვარი შუალედური ნამდვილად ეგრეა. ადგილი ფოლადსა და ოქროს შორის, რომელიც ოქროზე ოდნავ დაბლაა თავისი თვისებებით, მაგრამ ფოლადზე ოდნავ რაღაცნაირი შუალედური, ნამდვილად ასეა ეს გამოცდილი მაგ და ეს კალამი განსაკუთრებულად საყვარელია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს იყო პირველი, რაც მე თანამედროვეობაში უკვე რომლის საშუალებითაც დაუბრუნდი ამ მელანს და მელნიწერას და ხარისხით ეს კარბონის ჩანართები აქვს, ამას ძალიან ლამაზი კალამია, ერგონომიკაც კარგი აქვს, აბსოლუტურად და durability, მდგრადობა, რასაც ქვია, უცვეთი არის, ამას დრო ვერ აშინებს ამ კალამს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბრენდი არის ეს მონტევერდე. რაც თავარია, ყველა კალამი აბსოლუტურად წერს, თავის უმთავრეს ფუნქციას ასრულებს და კარგად წერს. დასაწყისისთვის მეც ბევრს ვურჩევ ხოლმე მონტევერდეს, იმიტომ რომ კარგი საფასო კატეგორია აქვს, ეხლა ეს კონკრეტული შედარებით მაღალი მარკეტ პრაისებს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, თავად ტიტანისგან არის დამზადებული წვერის ტიტანის არის, მაგრამ რო აღვნიშნოთ აი მასალის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ლოგიკური ფასი აქვს ამ მოდელსაც. აბსოლუტურად. თუმცა ამ მოდელს რომ შევეხოთ, აქვს ისეთი კარგი საწყისი კარგი ფასები, იგივე მოდელები მახსენდება ხა რითმა არის მაგალითად, რომელიც ძალიან კარგი არის ალდო დომანის ხაზი. დასაწყისისთვის, იმიტომ რომ გერმანული იოვოს წვერი აქვს და იძლევა იმ ხარისხს, რა ხარისხიც
საწყის ეტაპზე არის საჭირო რომ გავიგოთ როგორი კარგია კალმიწერა და შემდეგ უკვე როგორი შლება ეს თქვენს კარგად იცით მთელი სამყაროა აქ და ყველაზე მეტად ახლა კიდევ რამაც დამაინტერესა აი fine to medium რომელი წვერის ზომა არის თქვენთვის მაინც რო აკვირდები უფრო medium-ისკენ ვიხრები იმიტომ რომ მელნის ეფექტი უფრო თვალშისაცემი აქვს და მელნებთან ან ფერებთან უკეთ ფერებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო არის ჩემთვის და ნაწერის უფრო ეფექტურია, უფრო სასიამოვნოა წასაკითხად ჩემთვის მაგალითად მე ასე ვუყურებ ახლა კიდევ სულ მიმართოთ ბროდის მოვსინჯო შავ მელანთან განსაკუთრებული ეფექტური იქნება ჩემი აზრით ნახოთ კი, მეც ეგრე მგონია რომ მეც წინაზეც რო გვისაუბრია medium-ს უფრო იყენებთ ხშირად და თან ლამაზი კალიგრაფია გაქვთ ესეც აღნიშნეს სხვათა შორის კალიგრაფიაზე მინდა შევნიშნო სადაც წარმოიდგენია ახლა საქმიანობიდან გამომდინარე ხელით ნაწერი განცხადებები და რაღაცა შეუნიშნავთ ხოლმე რეგისტრატორებს რომ კარგი კალიგრაფია მაქვს სიამდვილეში კალიგრაფია იმდენად კარგი არა მაქვს რამდენად აღსანიშნავია რომ ჭავლური კალმით ნაწერი განსაკუთრებულ სილამაზეს ძენს კალიგრაფია შეიძლება კარგი არ ქონდეს მაგრამ ლამაზად გამოჩნდეს მოგეთ კარგი მელანით კარგი კალმით შესრულებული თუნდაც ხელმოწერა ნუ ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ რა თქმა უნდა მაგრამ თვალშისაცემია ეფექტურია და ესთეტიკურად არის ძალიან კარგი აღსაქმელი აი კალმის ეფექტი მაინტერესებს თან ანუ როგორ ეფექტს ახდენს ხოლმე ეს ეგრეთ წოდებული ძველ მოდულს რო ეძახიან როდესაც იღებთ ჯიბიდან ან თუ ამჩნევენ ზოგადად აი სხვა სტრუქტურებს სადაც გიწევთ იგივე ბანკის თანამშრომელი ან რაღაც ეფექტს ახდენს ხოლმე ხო ალბათ ეს კალმა რა თქმა უნდა ნუ ეს შესამჩნევია მათი მზერა მიკრობილია სწორედ იმ კალმის წვერისკენ და თვითონ ნაწერის ეფექტი შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. ისე კარგი კალამი კი არა, მე მგონი საერთოდ კალამი რო ამავიღო დღესჯებიდან ისიც ეფექტს მოახდენს იმდენად აღარავინ აღარ იყენებს ამ კალამს და იმდენად ყველა ციფრულ ეგრეთ წოდებულ აკრეფუაზე არის გადასული, ხო? ეს ცუდია, თუმცა ნუ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ადრე პოდკასტშიც რომ როგორი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად აი ხა მივედი კითხვის ეტაპზე რომ აი რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში, აი უშუალოდ კალმით ფურცელზე წერის დაბრუნება, ვიცი რომ ისედაც წერდით, მაგრამ აი უფრო მეტი დროით, როდესაც დაბრუნდით, აი რა ეფექტი იგრძენით, რა მოაქვს თქვენთვის, აი რა სიახლე, რა შეგრძნებებს იწვევს, ეს ყველაფერი საინტერესოა. ეს თავისთავად მოხდა მე მაგალითად ეგრეთ წოდებულ ნოუთებს ელექტრონულად ვაკეთებდი როგორც კომპიუტერში, ასე ტელეფონში, ეს ჩემს იმაზე ვრცელდებოდა, ყველგან ხელმისაწვდომი. ეხლა ვამჩნევ რომ ფაქტობრივად მივატოვე ეს ყველაფერი და ბლოკნოტებში ვაკეთებ, ხაღალზე ვინიშნავ ყოველთვის რაღაცეებს და ასე შემდეგ. სამუშაო პროცესი ჩემთვის უფრო სასიამოვნო გახდა ბევრად. შემიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვა და ბევრად უფრო ეფექტური ახლა მე მახსოვს მინახავს თქვენი ვიდეოები ბევრი და მეც ვეთანხმები რა თქმა უნდა განსაკუთრებული დადებითი ეფექტი აქვს ხელით წერას ზოგადად მით უმეტეს თუ უკვე ასაკში შედიხარ ადამიანების უდნებს ავაქტორ აი აქტიურებს ნუ მოტორიკისთვის რომ კარგია ეს ისედაც ვიცით ასედაც ნუ გარდა ამისა შთაგონების წყაროც შეიძლება იქ ნუ ბევრ რაღაც აზრებს მოკრეფვა არის კონცენტრაცია არის დიდი მაქსიმალური ხო პრაქტიკულად ძალიან ამცირებ იმაზე რაზეც მუშაობ იმის დროს და თან თუ დააკვირდები ხარისხობრივადაც რომ შეაფასო შენი თავი ატყობ რომ უკეთესადაც კი იმუშავე რა ან უკეთესად გააკეთე ეს ყველაფერი ვიდრე ციფრულად როდესაც აკეთებდი თითქოს მე შემჩნეული მაქვს რომ როდესაც კალმიწვარ ხოლმე იმდენად არ მინდა ხოლმე შემდგომ რომ გადავშალო ხაზით გავაფუჭო ჩემი ნაწერი რომ თავიდანვე იმხელა კონცენტრაციას ვახდენ ამაზე რომ არ შემეშალოს რომ რეალურად ტექსტიც კარგად გამომდის და იგივე word file-ში ან typing-ის დროს ანუ ისეთია ხო ეგრევე delete-ს აძლევ და ამიტომაც რაღაც აზრებს და იმებს შედარებით არ ფილტრავ და ნუ ამაშიც მეხმარება ხოლმე პირადად ჩემი გამოცდილება არის ეს მობილიზებულია გონება მაქსიმალურად შეცდომას არ უშვებ ამ შემთხვევაში და ეს თავის ეფექტს ახდენს რა თქმა უნდა კიდევ ერთ ვინტაჟ კალამს ხედავ ვოთერმენის კი ეს არის ფრანგი ძალიან ლამაზი კალამია მიყვარს ძალიან ამას თავის ფერის შესაბამისი მელანი აქვს მწვანე მელანი არაჩვეულებრივი კალამია
ამ ბრენდზე მე ვერ ვისაუბრებ და არ ვისაუბრებ, როდესაც თქვენ ახართ აქ წარმოდგენილი, ალბათ კი, ოთერმანი ნამდვილად გამორჩა ისტორიულად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადად ჭავლური კალმების განვითარებაში. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არიან ბრენდები, რომლებიც ახლა წარმოქმნილები არიან და კიდევ ანვითარებენ, მაგრამ აი იმ საწყის ეტაპზე რაც არის მკვებავი, აი სწორედ ედსონ ოთერმანის შექმნილი არის აი ეს ნაწილი და ნუ რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა და მით უმეტეს 70-იან წლებში ძალიან ანუ კარგი ასაკის კალამი გაქვთ იმას გულისხმობ რომ იმ დროს ბუმი იყო ოთერმანის და ძალიან მაღალი ხარისხის საწყის ინსტრუმენტებს აწარმოებდნენ და მახსოვს მითხარით კიდეც რომ ძალიან კარგად წერს ანუ ამ თანამედროვე შესანიშნავად უმაგლო წერს პერიოდშიც მე ვფიქრობ აი ეს აღნიშნვის ღირსია აუცილებლად იაპონური წარმოების არ შეიძლება ახლა გიყვარდეს კალმები და ერთი იაპონელი არ იყოს ევროპელების გვერდით, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ბიუჯეტური კალამი არის, შევიძინე რომ გამეგო თვითონ წერის მანერა, როგორი არის იაპონური წარმოების კალმის და ამას აბსოლუტურად დაგანახებს. თავისებური არის, განსხვავებული არის, ბრმად შეიძლება მიხვდე თუ რითი წერ. გეთანხმებით, დამბლოდეგრია. ამას იძლევა და ძალიან დამწყებისთვის ძალიან რეკომენდირებული კალამი არის სამხრეთ ჩემი აზრით, კარგი ერგონომიკა აქვს, რა თქმა უნდა. ეს უკვე ჩერუტის არის, ამის დიზაინი მომეწონა, როლერბოლია, ეგრეთ წოდებული მინიმალისტური დიზაინი, ძალიან მაღალი ხარისხის ფისისგან არის დამზადებული, ეს ენგრავერში მოქმედან შეძენილი სხვათა შორის და ძალიან კარგი კალამია, რომელიც ჩემ გემოვნებაში ჯდება. თავის ფუნქციასაც შესანიშნავად ასრულებს. სიგარის ფორმის არის, დიდი არის, ხელშეწურია და მინიმალისტური, რა თქმა უნდა. მეც სხვათა შორის გაოცებული ვარ ჩერუტის მსგავსი სტილის კალმისგან. ნუ არ ვაკნინებ. უბრალოდ ჩერუტი მაინც ბრენდია, რომელიც აქსესუარებს და მოდის სეგმენტში პოზიციონირდება. აი ამ კალამზე ნამუშევარი არის. ამ კალამზე ეს კალამი არ არის იმისთვის, რომ დიზაინერულად შეექმნათ რაღაც სტილისტური მორიგი რიგითი მოდელი და გაიყიდათ. აი ხელში რო ვიკავებ, მეც ნამდვილად მომწონს და გეთანხმებით. წინაზეც ფიქრობდი ამაზე, რომ ერთადერთი კალამი, რომელიც აი მართლაც რო აი იმუშავეს და შემხვედრი აი ნამუშევარი რო ეთყობა, აი ეს მოდელი გახლავთ და კარგ შეგრძნებებს გამოიწვევს დარწმუნებული ვარ წერის დროს, ხო. მე უშუალოდ როლერბოლით იშვიათად ვწერ. თუმცა სწრაფი გამოყენებისთვის კაპლეს ვიყენებ ხოლმე, მაგან ჩამინაცვლა. იქამდე ვიყენებდი მეც. ნუ პილოტს ალბათ არ მიუბრუნდები, უფრო ორიენტირებული ვარ სეილორისკენ იაპონური წარმოების ცნობილი ის არის. იცი თქვენ ჩემზე უკეთ ნახოთ. კი, ორი გიგანტი არის რეალურად პილოტი და სეილორი. ორივე ძალიან პატივსაცემი ბრენდი არის და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ნებისმიერ კალმის მოყვარულს ერთი იაპონელი უნდა ქონდეს, ერთი გერმანულიც, იტალიურიც და ნუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბოლომდე რო შევიგრძნოთ ხო რა და როგორ არის. წვერი იქნება აუცილებლად ბროდ ოღონდ, იმიტომ რომ განსხვავდება იაპონური მედიუმი ევროპული მედიუმისგან. შესამჩნევად განსხვავდება და მე ვფიქრობ სწორედ იაპონური ბროდი მომცემს ევროპული მედიუმის ეფექტს. წვერის მხრივ მე ასე უყურებ ამ საკითხს, როგორც მოყვარული. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. სანამ ბლიც კითხვებზე გადავალ, პატარა მოკლე კითხვები მაქვს თქვენთვის მომზადებული. მაგ ეგ ფორმატიც მინდა რომ დავნერგოთ ამ რუბრიკაში. მანამდე მინდა რომ აი რას უგჩევდით ახალ დამწყებებს, აი ვინც ფიქრობს ეხლა რომ დაუბრუნდეს თუ არა ხელიწერას, ან ვინც ფიქრობს შეიძნოს თუ არა ჭავლური კალამი, აი ამათ ვინც აი ვერ დგავს თითქოს ნაბიჯს, რას უგჩევდით ამ ადამიანებს რომ მივმართოთ და შემდეგ უკვე ბლიც კითხვებზე გადავალთ. ძალიან ავტომატური პასუხი მექნება ამაზე, აუცილებლად შეიძინეთ და ეს გააკეთეთ აუცილებლად ენგრავერში. დანარჩენ კითხვებზე იქ გაგცემენ პასუხს. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ ახლა ბლიც კითხვებზე, ამ იგივე სწრაფი კითხვები, რომლებიც მოვამზადე გიორგი. დაასახელეთ ერთი ბრენდი. ავრორა. ერთი მელანი. მონტევერდეს Ocean Noir. ერთი ქაღალდი. Tomoe Rivera, რა თქმა უნდა. ოქრო თუ ფოლადის წვერი. ოქრო. Fine თუ medium. Medium მაინც. და ბოლოს ერთი კალმის დატოვება რომ მოგიწიოს, რომელს აირჩევდი? ჩემთვის ავრორას, რა თქმა უნდა, მოდელი კონკრეტული 88. აუცილებლად. საინტერესო იყო, რაღაც პასუხები მქონდა, ნაწინასწარმეტყველები ვიცოდი, რასაც გამცემდი. ძალიან მიხარია გიორგი, რომ დღეს მეწვია
და გისურვებ პირველ რიგში წარმატებას და დიდი მადლობა რომ ხართ კალმის მოყვარული, ხართ ამ სექტორის ზოგადად რასაც ხელით წერა ქვია აქტიური მხარდაჭერი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. თქვენ კი მეგობრებო, გემშვიდობებით, ყოველ შაბათს ერთად ვიმოგზაურებთ კალმების სამყაროში.